პროფესიით ხატვარი ვარ. მაგრამ ეს სანათები უფრო გამოყენებითი ხელოვნება არის და საჭიროებამ რომ მოითხოვა და გავაკეთე, ესე წამოვიდა თავიდან. 2007 წელს გავაკეთე პირველი ჭაღი. სახლის ძველი ჭაღი გადავაკეთე შევღებებ როლები. გვჭირდებოდა დიზაინისთვის, კერძოდ კაფეში განათება მჭირდებოდა განსხვავებული და მე იმდენად შემიყვარდა კი არის ბევრის რომ ჩადებული, მაგრამ ამით მე ვისვენებ, არ ვიღლები. ეს არის განტვირთვა ჩემთვის. ყველა ჩემი ჭაღი არის მეორე სიცოცხლე, რაღაცა ნივთების ხელახლა დაბადება. თან შემოქმედებითი აუცილებლად ატარებს შინაარს, ფუნქციასთან ერთად არის რაღაცა თემაზე გაკეთებული, ცოტა ისტორიული, წარსული, მომავალი, ეს ყველაფერი უბრალოდ რომ გაანათოს და ფერადი იყოს, ისეთი არ არის. და თავისი ამბავი აქვს, მოსათხრობი თითოეულ დეტალს. ეს რადგან ლურჯია, მარტივად ის ქვია, კვარიათი ქვია, შავი ზღვა ქვია. ეს ორი არის კაბა, იმიტომ რომ არის ძველი კაბებისგან შეკერილი. ბევრჯერ ვთქვამთ, რომ შეძენა დომებიათ და არ გამიყიდი, იმიტომ რომ ეს 2007 წლის ჭაღია და ვერ გავყიდი. ისტორიაა ჩვენი. ძველი გადაგდებული ნივთებისგან კეთდება ეს ყველაფერი, ხან მეგობრები მიგროვებენ, ხან მე თვითონ სადღაც პოულობ. იყო შემთხვევა, რომ ერთხელ ძველ ბათუმში ვსეირნობდი და იტალიურ ეზოში ვნახე დაკიდებული ვიღაცის გადაგდებული და წამოვიღე. თავიდან რაღაცა მასალა გაკუყურებ და მე აწყობა ხდება ამისი, აფერადებ და საინტერესო ხდება რა. და იდეაც და ეს ყველაფერი მე მგონი სტილით არ მინახავს არსად. და არც ახლა არ მიყვარს სიმართლე გითხრათ დათვალიერება მაბნევს ვიღაცის გაკეთებული რაღაც. ადრეულ წლებში უფრო ბავშვობიდან ვაკეთებდი გობელენს და გამოყენებით ხელოვნებას მუშაობდი, ქსოვილებზე მუშაობდი. პირველი ჩემი ერთ-ერთი სპეციალობა მხატვრობასთან დაკავშირებული იყო გობელენი და ფარდაგი. უბრალოდ ორნამენტებით არ მაქვს გაკეთებული, რაღაცა შინაარს ატარებს თითოეული ნამუშევარი. ესე იგი, ამ წუთას ვაკეთებ შავ ზღვაზე ნაპოვნი, გახრეტილი ქვები, ჩემი ხელით ნაპოვნი. რაღაცნაირი სიხარულია რო იპოვი. თან ერთს რო იპოვე, მე გვერდით აუცილებლად მეორეს იპოვე. და მე რო ალაგებ ამათ უყურებ, გენანება რომ ესეთი ფუნქციოდ ხო არ იქნებიან ესე დალაგებული. სახლში არავინ რო არ ნახოს და გინდა რომ ეს ქვებიც გააბედნიერო და რაღაცა სულის ჩაბერო. ეს არის ჩემი როგორც ტილო ფურცელი, ისე ვიყენებ. მოვიფიქრე რომ დამეწერა ქართული სასიყვარულო პოეზია. ხალხური პოეზიიდან დღემდე, თანამედროვე პოეზიამდე ყველა ჩვენი საყვარელი პოეტები არიან შესული და პატარ-პატარა ოღონდ ფრაზებად ფუნჯით ვაწერ ამონარიდებს და მე ამას ვლაკავთ, რაღაცებს ვუმატებ, ვამაშვები, ვაკოხტავებ, როგორც ითქვიან და სპეციალური კარკასი გავუკეთე, გულის ფორმის, რკინა მეტალის. წარმოდგენით არ ვიცი ბოლომდე როგორი გამოვა, მაგრამ მე მგონი საინტერესო იქნება და წაკითხვადი უნდა იყოს. მხოლოდ განათება არ იქნება, ეს ქართული პოეზიის ჩვენი საყვარელი პოეტების ლექსები იქნება და გავიხსენებთ, ამოვიცნობთ, არც ერთ ავტორი არ მივაწერეთ. ფინალისკენ მივდივართ, ამ ჩემს პოეზიას, ამ ხელნაწერს და რაღაცეებს გადავიტან ესე ნელა-ნელა და ოღონდ მინდა ვთქვა, რომ მარტო ეს ტანჯული სიყვარულის გული არ იქნება. ეს არის გული მეგობრობის, ურთიერთობის, ხანდახან გატეხილი გულის. მაგრამ უფრო მეტად აღტაცებული გული და ჩავთვალოთ, რომ ეს აღტაცება არის სხვადასხვანაირი. თანამიმდევრობით და ვაიმე ამის მერე ეს უნდა იყოს, ამას არ ვაკეთებ არასოდეს. აქაც ესეა ფერებში ჭაღები. ესე განწყობის მიხედვით ვაკეთებ და მე რო შევხედავ შორიდან მომწონს.